მართლმადიდებლები ფიქრობთ, მე იფიქრებ თქვენ საქართველოს. მე იფიქრებ თქვენ რომ ჩვენ რა გაგვიკეთეს. მარტო ის კი არა რომ საგალობლების დაკარგვა და გადაშენება და გადაგვარება უნდა და ნახევარი დავკარგეთ ამისი, იმიტომ რომ თურმე ექვთიმე როდესაც დარბევა იყო ფურცლები დაეკარგა, ესმის სანავტო ფურცლები და ხორცის ბაზარზე აღმოაჩინა მე რამდენიმე ხორცს ხოვდა ვეგი გამყიდველი, ხორცის გამყიდველი. მოგესმე. არდა რატვირფასი იყო ის იმანას თვითონაც არის და იმ საწოდამა ვით მაგას აკეთებდა, მაგრამ ეს ყოლა ხალხის წააცნა და მოგიდა ხერხზე მოგესმე და სტულადია მაგი ამბობდნენ ასე. მაგრამ ქართველი იყო. იმან იცოდა რომ რა ვაკრო და ბაჯაღლო იყო ის. და ჩვენ კიდე ეს არ ვიცით. ჩვენ კიდე ვერ ვიცით ამას. თუ რა გერავდა ეს გალობლები და იწვის ეს რომ მართლა ვერ ვიცით იმას ჩვენ რაც იმას ნამდვილად არის ის. მაგრამ მოვა თაობა, დაიბადება თაობა, თუ ჩვენ ეროვნულ, ქართულ, სულიერ ცხოვრებას გავყვებით. გავყვებით ჩვენი ნამდვილი წინაპრების გზას. ეს არის სადიდებელი, ეს არის საერო დღესასწაულად გადასაქცევი თუ არა? რა ვიცი, ტალახაძემ ნახევარი ტონა აცია ეს და მე იკლათელი ქვეყანა, გესმის? გადარებულია თელი 75,000 კაცი და შედალოცილი ეს კაცი განძიდატო ამან და განძიდატო ვიღაცა. ექვთიმე თაკაიშვილი ემარხა აგერ ჩვენი ხობის გვერდში. აი სახლი როა, იმის გვერდში. და მე მივდიოდი ნახულობდი და რომ მივედი ოთხე ხრიან და მეთქი აღარ აყენებენ ამ კაცსაგანა და მოვიდე ლაპათქის და წელი მე გავანგა ჩავწყვიტა ვაგანა და დამინახეს გაეცინა და მეთქეს მამა თაცმინდაზე მიყავსო უფრო ღირსეულია ამოვისურთქე მეთქი გაიათო რა კინაღა ვიარაღევიდი ხეთქი და მე გამიატრენ ამ კაცს კიდე ხო და იქ იყვნენ ქართველები და მადლობა უყვარს რა დაიყვანეს და თაცმინდაზე დამარხეს მართლა ღირსია ეს იქინელი იყო ვიდრე ბევრი სხვა ხო და შემდეგ ხო და ეს ხალხი არის ეს ხალხია რომელმაც ჩვენ შევგვენახა ჩვენი ეროვნება შემოვიღა ჩვენი სახილი გენეტიკური სახილი ესაა ჩვენი წინაპრები და ტრადიციების დამცველები და ამ ტრადიციებზე უნდა მოვუბრუნდეთ ჩვენ უნდა გავიზარდოთ ჩვენ და როდესაც გავიზრდებით ჩვენ აქ ჩვენ მივხვდებით რა გაგვიკეთეს როცა დაგვაცლებინეს სოფლები როცა მოგვატყუეს რომ ჩვენ აქ განვითარდებოდით მრეწველობაში სუბუქ მრეწველობას განვათავდებით ისევ მრეწველობასაც და ამ დროს აფერი აღარ დავჩაბერებ და დღეს კიდე დღესაც უფრო არ ვიცი აბარაფა იქნება ჯერ საქმე იმიტომ რომ ძალიან სუსტი ვართ ქართველები და განსაცდელები იქნება, მაგრამ აი ამ მომენტმა რო გავუძროთ განსაცდელს, ასე უნდა გავუძროთ თვითონ ქართველმა ქრისტიანმა რა. ჩვენი ამ ქვეყნიდან აყრა და გაყრა ვერ უნდა მოესწროს მტერი. თორე ეს დიდი ხანია დაწყებული. და გითხარით, მე ეს დაიწყო 1992 წლის მერე ეს დაიწყო, როდესაც ხელშეკრულება დადეს, ყველა უბედური ხელშეკრულება დადეს, აი ჩვენს მიერ არჩეულმა ხელისუფლებამ. და დღეს თამაში და კიდევ ჭკვიანმა ქართველებმა უნდა იფიქროს აი ამ საქმეს. ჩვენ მივხვდებით ამას, რატო დაგვაცლებინეს მთები, რატო ჩამოგვიყვანეს იქიდან და როგორ უნდა დავუბრუნდეთ იქ. მაგრამ როგორ უნდა დავუბრუნდეთ, ეს აუცილებლად უნდა ვისწავლოთ. ეს შენ წადი და დაბრუნდი იქ, ეს ტყვილია. ეს ტყვილი იქნება, გინდა ან სიყვარულია ყველაზე მთავარი და ის მერე ფანათებში დაგანახეს მე არ ჩემი აი სიყვარული არ არსებობს ტყვილი კერპია ვის პირიდანაც მაგი ამოა რომ სიყვარული არის უფალი და ნათელიღე ჯერ მამისაც ისა და სულიწმინდის სახელი გაძლიერდა გაყევი მის გზას იცხოვდა და მე ეს მაცხოვრებლები ერთმანეთზე დაფიქსებდნენ და ვიყარებოდნენ რუსიასა საერთობით აღვიარებდეთ მამას, ზესა და წმინდას და სულსა და დავეხმარებით. პირველი ქრისტიანები ასე იყო. პირველი ქრისტიანები იკრიბებოდა, ეკონომიურადაც იკრიბებოდა
და მერე ესენი ყველაფერი ნაწილდებოდა. შესაწირავიც ნაწილდებოდა და აქანა ჯერ ყველა მდიდრდება, რა ვიცი მე, ერიც და ბერიც. ქვეყანაზე და სამშობლოზე და ეკლესიაზე ნაკლები ფიქრობს. კომერციაზე ყველა ფიქრობს. ეგრე არ იყო იქ. ამიტომ დააკვირდით თქვენ ზოგჯერ, რომ ღმერთი სადაცაა, იქ უნდა მიხვიდეთ. თორემ სადაც უფალი არაა და ხელი არაა უფალს თქვენზე, იქ უღმერთო ცხოვრება გაგიძლებთ. აბა თქვენ თვითონ მიხვდეთ, თქვენ თვითონ ნახავთ.